საქართველოს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირთან დაკავშირებადობის მიზანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს ქართული მხარე პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის შედეგებს აცნობს. რა ადგილი უკავია ამ ინიციატივას ფორუმის დღის წესრიგში და მთლიანობაში როგორ ვითარდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებული პროექტი სტუმართან ზვიად გაჩეჩილაძესთან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრთან და დირექტორის საერთაშორისო ურთიერთობის ბაზრის განვითარებისა და აღრიცხვის საკითხებში გვერდება ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ძალიან კარგად მესმის რომ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ დღეს და ხვალ ამ ფორუმის მონაწილეებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებით სტუმრებს 2300 დელეგატი და 70 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი და საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია რეალურადაც. ის საკითხი რომელზეც ახლა მე და თქვენ დავისაუბროთ არის ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და ამის პრეზენტაცია ერთგვარად მოახდინეთ დღეს. რა უთხარით მთავარი სათქმელი ფორუმის მონაწილეებს და რამდენად აქვს საქართველოს შანსი რომ ეს საკითხი რეალურად გახდეს ის ერთგვარი ჯაჭვი, რომელთაც რეალურად მოხდება დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო კარგად შესრულება ჩვენი მხრიდან აზიასა და ევროპას შორის. მოგესალმებით მაია, მივესალმები მაყურებლებს. ნამდვილად ეს პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ პროექტებს შორის, რომელიც სახელმწიფომ წარადგინა, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი დელეგატი მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან, ბიზნეს სტრუქტურები, ინვესტორები და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული პროექტი, თუმცა მეტნაკლებად მაინც ასე ვიცნობთ ამ პროექტს, ეს მოიცავს ასევე მეორე კომპონენტსაც, ეს არის ციფრული კაბელი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირთან, ევროპის ასე ვთქვათ ციფრულ სისტემასთან და ასევე ეს გახდება ერთგვარი ხიდი დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი იქნება ჩვენთვის, შესაძლოა არანაკლებ ასე ვთქვათ სარგებლის მომტანი ვიდრე ენერგეტიკული კაბელი. თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ჩვენ წარვადგინეთ ფორუმზე ორივე კომპონენტი, ასევე შესაძლოა მომავალში დაემატოს მესამე, ეს არის მწვანე წყალბადი და საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის, ისევე წყლის რესურსების კუთხით, თუმცა ეს ცოტა უფრო მეტად მომდევნო პერსპექტივა არის, რაც შეეხება ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს. ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ 2024 წელს და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, ანუ ტექნიკურად და ეკონომიკურად ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის და გამოიკვეთა, რომ ეს არა მარტო საქართველოსთვის ან რუმინეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც პირდაპირ კავშირდებიან წყალქვეშა კაბელით, არამედ შესაბამისი რეგიონებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება და ინტერესი დავინახეთ ამ პროექტის მიმართ. ჩამოსული არიან კონკრეტული ინვესტორები, დიდი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ პროექტის განვითარებით. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად პროექტი ვითარდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მეშვეობით ძალიან ძლიერი ასეთი ფინანსური მხარდაჭერით სოფლიო ბანკის მხრიდან. თუ შეგიძლიათ გითხრათ, ამ მომენტისთვის რა ტიპის სამუშაოა უკვე გაწეული და პერსპექტივაში უშუალოდ მაგალითად რა პერიოდიდან შეიძლება რომ დაიწყოს ამ კაბელმა ფუნქციონირება და რადგან ინვესტორები ახსენეთ, უკვე გაქვთ თუ არა კონკრეტული მონახაზი იმ ინვესტორთა ჩამონათვალის, რომელიც თავად და საწყის ეტაპზე იქნება ამ პროექტში ჩართული და დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. დიახ, მოგეხსენებათ, მე უკვე ვახსენე, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო იმისთვის, რომ გვეჩვენებია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და დაინტერესებული პირისთვის ეს მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ მანამდეც ვიძახდით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო იმ კალკულაციებში და სცენარებში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამან მოგცა ჩვენ საშუალება, რომ 2024 წლის დასასრულისკენ
უკვე წარგვედგინა ევროკომისიაში საერთო ინტერესების პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის იმისთვის, რომ პროექტი ასე ვთქვათ გახდეს ევროპის ასე ვთქვათ შიდა პროექტი და გაეხსნას დამატებითი პერსპექტივები, მათ შორის იმ დამატებითი დაფინანსების კუთხით, რომელიც ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს უკვე ევროკავშირის მხრიდან, რადგან მათ აქვს გაცხადებული უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და ეს საჭირო არის უკვე გარდაიქმნას კონკრეტულ ეკონომიკურ მექანიზმებში. ასევე რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეიტანა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებამ 2026-2036 წლების 10 წლიანი განვითარების გეგმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინარე, ასე ვთქვათ, პირობა არის იმისთვის, რომ პროექტმა მიიღოს ერთობლივი სტატუსის მქონე სტატუსი, რაც წლის ბოლოსკენ დაახლოებით თვენახევარში ველოდებით უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისიის მხრიდან, თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრები, რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ ამ პროექტის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, დაახლოებით 1 წელიწადი მიდიოდა 2024 წლის ბოლოდან ამ პროექტის შესახებ სხვადასხვა ეტაპების განხილვები, სხვადასხვა ბარიერების გადალახვა, ფილტრების გადალახვა და შეიძლება უკვე ითქვას, რომ პროექტი არის საბოლოო სიაში მოხვედრილი, ეგრეთ წოდებულ short-list-ში და ველოდებით უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისიის მხრიდან. როდისთვის უნდა მივიღოთ ეს საბოლოო გადაწყვეტილება, ბატონ ზვიად, რაღაც გარკვეული პერიოდი და ვადები არის თუ არა განსაზღვრული და მოლოდინი როგორი გაქვთ? რამდენად რეალურად მიიღებს დაუშვათ ევროკომისიისგან ეს პროექტი, მიუხედავად მათი ადრე გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისა საბოლოო დასტურს? როგორც მოგახსენეთ, პროექტმა გაიარა ყველა ტექნიკური და ეკონომიკური შემოწმება და უკვე არის საბოლოო სიაში მოხვედრილი, რაც ნიშნავს, რომ პროექტი შეფასებული არის დადებითად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ short-list-ში ვერ მოხდებოდა, უბრალოდ ახლა დარჩენილი არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისი პროცედურებით წლის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი, დაახლოებით თვენახევარი არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გამოტანა, რაც შეეხება თვითონ მოლოდინს, რა თქმა უნდა, დადებითი მოლოდინი გვაქვს, წინარე პროცესებიც ამას აჩვენებს, როგორც აღნიშნე, უკვე 10 წლიან გეგმაში მოხდა და ყველა ეს ეტაპი უკვე გავლილი არის. თვითონ ევროკომისიის მხრიდან დამოკიდებულება საკმაოდ ესეთი პოზიტიური არის, იმიტომ რომ აქ არ საუბრობთ ჩვენ მხოლოდ საქართველოს პროექტზე ან საქართველოს რუმინეთის პროექტზე, ეს პროექტი ნომინირებული არის ერთობლივად საქართველოსა და რუმინეთის მიერ, თუმცა ტექნიკურად ეს ნომინირებული არის რუმინეთის მიერ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ, მაგრამ დაინტერესებული მხარეები, ეგრეთ წოდებული სტეიქჰოლდერები გაცილებით უფრო დიდი არის ამ პროექტის, რადგანაც როგორც ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, ისე ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაეხმაროს ეს პროექტი, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთმა წყარომ, შემავსებელმა და საკმაოდ ესეთ ხელმისაწვდომ ფასებში, რომ მიაღწიოს თვითონ ევროკავშირმაც იმ კლიმატის თუ მდგრადი განვითარების სამიზნე მაჩვენებლებს, რომლებიც დადგენილი არის. ამიტომ ეს ერთობლივად საერთო მნიშვნელობის პროექტი არის და აქ არ ველოდებით რაც განსაკუთრებულ სურპრიზებს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს იმ განწყობით, რომელიც დღეს დაინახეთ, იგრძენით, როდესაც ამ პრეზენტაციას აკეთებდით დღევანდელი ფორუმის მონაწილეების მხრიდან, გაცლევთ თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ და ყველაფერი ის, რაც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, რომ საქართველოს რეალურად შეუძლია გახდეს და ამ პროექტს ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის და ეს დაკავშირებადობის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ როლში და ამ ნაწილში ჩვენი როლის კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრის ნაწილში, რომ რეალურად განხორციელებადია. ნამდვილად გვაქვს ამის ფიქრის
საფუძველი, საკმაოდ რეალური, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ეს იყო საქართველოს ინიციატივა, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ შეიძლება უფრო ადრეც გაჟღერდა, როგორც იდეა და შემდეგ განვითარდა, მან მისცა ბიძგი საკმაოდ უფრო დიდ პროექტებს და თანამშრომლობას რეგიონში. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პროექტი არის იმ მწვანე ენერგიის კორიდორის ფარგლებში, გნებავთ განახლებადი შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ. ჩვენ არათუ მხოლოდ ერთი კაბელის განვითარებას ველოდებით, არამედ გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელიც ამ სიმძლავრის გაზრდას ითვალისწინებს და მე ასევე ვახსენებ მწვანე წყალბადის პროექტი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი არის ჩვენი რეგიონისთვის და ისევე ევროპული რეგიონისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერშიც.